საქართველოში ძალიან ბევრი ბაიკერია და ის თუ იცოდით რომ მრგვალი მაგიდის რაინდების არ იყოს, ეს უკანასკნელებიც ერთმანეთის ერთგული მეგობრები არიან. თუ თქვენ მაგარ გართობას კლუბში სიარულს ან კაფეში ჯდომას ეძახით, ექსტრემალური სპორტის მიმდევრები 10 თითით დაგცინებენ. საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ მაიმოტოსთან ერთად ექსტრიმ ფართი მოაწყო. ამ უკანასკნელებს ოფროუდ კლუბით შეუერთდათ და ყველა ერთად ნატახტრისკენ დაიძრა. ექსტრემალური სპორტის ფედერაციამ მაიმოტომ ოფროუდ კლუბმა გავაკეთეთ ესეთი ექსტრემ ფართი. რავი, საქართველოში ხშირად არ კეთდება, მით უმეტეს ესეთი მასშტაბური და ესეთი სახე. სამწუხაროდ მე ჩემი მოტოთი არ ვარ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რუსის გოგოა ჩამოსული და ვიხვეწები, რომ იმ გოგოს დავუდგე. ძალიან მინდა და ნახოთ თუ გამოვივიდა, უნდა მოვიგო. ფედერაცია გვხვდება ძალიან ბევრ ივენთებს, ბევრ შეჯიბრებებს და მოვედროს ერთი საერთაშორისო ტურნირზე ჩვენ უკვე წავიდა და ჩვენ წავალთ ჯიპებით, ჩვენ წავალთ მოტოებით და იმათაც უცხოელებსაც ბევრს ჩამოვიყვანთ აქა. ოდესმე ფილმები ბაიკერებზე გინახავთ, მაშინ ნატახტარში თავს ნამდვილად ჰოლივუდში იგრძნობდით. ორგანიზატორებმა ექსტრემალური სპორტის მიმდევრებს და მათ სამეგობროს ყველა პირობა შეუქმნა იმისათვის, რომ თავი რომელიმე ტეხასური ფილმის გმირებად ეკრძნოთ. ეხლა გადმოვინდით მეორე ეტაპზე, რომელიც არის ჩვენთვის ესა უკვე full party, night dark. და აქ უკვე ხა წამყვანები მოდიან ველოდებით, მალე Red Bull აჯაზებს და წამყვანები რომ მოვლენ, უკვე დაიწყება მეორე ეტაპი, ჩვენი თამაშების ექსტრემალური. პატივისცემა არც კომპანია ნატახტარს დაუკლია და სტუმრებს ლუდით გაუმასპინძლდა. რა თქმა უნდა, 1-2 ჯოჯოხეთის მაშხალა 4-შეშიც გამოერევა. თუმცა ექსტრიმ ფართი რომ იქ შეკრებილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვოიაჟი გახოლდათ, ამაში თავადაც დაგვეთანხმებიან.